რომელმაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი და შეაქმნევინა ოჯახი. დღეს ხამე უთენებია როგორც სიყვარულს სიიმღერა გაგიმართოთ და გადაგზელოთ. მე მინდა თქვენი სასმისი შევსვა. დალოცვილი იყავით. ის სიყვარული, ის მომფერება, ის დიდი გრძნობა, რა თქვენ ერთმანეთის მიმართ გაკავშირებთ. ყოფილიყოს თანმდევი თქვენი ცხოვრების ბოლომდე. ერთმა დალოცვილი გამყოფოთ. თქვენი გადადგმული ნაბიჯი გამართლებული ყოფილიყოს თქვენი მშობლების მიმართ, თქვენი ყველა ახლობლების მიმართ. ერთმა დალოცვილი გამყოფოთ და მე გისურვებდით მხოლოდ ერთს. ცხოვრების ბოლომდე, აი როგორც დღეს გიყვართ ერთმანეთი, ესე გყარებოდეთ. დანარჩენი შვილთა სიმრავლე, ის გადადგმული დიდი ნაბიჯები, რომლებიც ცხოვრებისეულია, უფალმა კაჩუკოთ ყველაფერი ლამაზად და ლამაზად. გაუგარჯოს დღევანდელ სიძე-დედოფალს, მინდა ლაშას და ნინოს სადაგზელო შემოგთავაზოთ. ბატონებო, აი ესეთი ლამაზი დიდი სასმისით, მინდა რომ ყველამ შევსვათ ეს სადაგზელო, როგორაც შეემფერება და შესაძლებელი იქნება. ბატონო ვაჟა, თქვენთან ვიქნები ალავერს პირველ რიგში აი ამ სასმისით. გაუგარჯოს სიძე-დედოფალს. Tamam, sufletten aktarma, mainteresans. Bana ne olacak?
ხო, შეძლების დაგვარად ეხლა სასმისი ერთი გვაქვს, ამიტომ ორ-ორი სასმისით, სამ-სამი სასმისით. კი ბატონო. ძალიან კარგი მისასალმებელია. ძალიან გქონთ ყველამ მარტივობა შემოთავაზა და ორეგერა სამ-სამში გასვლა. ხო, აი ხარ.
მადლობას მოგახსენეთ ჩემი ეზოლობისთვის, ნიორტ ეზოლობისთვის. მინდა რომ დავროცო, ნინო დავროცო ჩემგვერდით. და მართლა როგორც დღეს გიყვას ერთმანეთი, ისე ყოფილიყავთ, ისე გვყურებოდეს მუდამ. მე ამის ჯერავს. დიდი მადლობა ყველას აქ მომბრძანებისთვის და ჩვენი დაფასებისთვის. ორ-ორი ჭიქა მივდოთ ერთმანეთს. რამე თუ ისეთი სამეგზელო მინდა შემოგთავაზოთ აუცილებელია ორი ჭიქით შესვა. ორი ჭიქი? დღევანდელი ზეიმი ჩემოთმილო ხალხო. დღევანდელი ქორწილი, დღევანდელი სიყვარული არის დამსახურება იმ ლამაზი ხალხისა, რომლის სამეგზელოს მე მინდა შემოგთავაზოთ. ჩვენი სიძენელოფლის მშობლების სამეგზელო. რომ არა მათი სიყვარული, რომ არა მათი მომდევნობა, რომ არა მათი დიდი გრძნობა, ალბათ დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა. ალბათ ეს ორი ლამაზი წყვილი იმ ლამაზ ოჯახს ვერ შექმნიდა და ეს ჩვენც აქ არ ვიქნებოდით. ამ ლამაზ ხინს, ამ ლამაზ სიყვარულს სამწუხაროდ სევ დაახლავს თან. და მე მინდა რომ ეს სამეგზელო ორი ჭიქით შევსვათ. აი ზუსტად იმიტომ მიმართე მე ამ ორ სამეგზელოს, რომ პირველ რიგში პატივი ვცემ ადამიანს, იმ საყვარელ კაცს, ვისაც ბატონი ბორისი ჰქვიოდა ჩვენი პატარძინის მამის. მე ვერ ვიტყოდი ვერც ხსენებას, ვერც მოგონებას, ალბათ იმიტომ რომ მე ასე გავიგე რომ იმ აუბედით წლებში 92-13 წლებში, როდესაც საქართველოს უჭირდა ეს ადამიანი დადგა თავისი ქვეყნის, თავისი კუთხის, თავისი აფხაზეთის დასაცავად. და მე ასე ვიცი ინფორმაცია ასე მაქვს, ბოდიშ მოგითხოთ შეიძლება რაღაცაში ვწდებოდე, რომ ეს ადამიანი მის შემდეგ აღარ ჩანს. მე არ მინდა რომ მისი მოგონება ვთქვა. მე არ მინდა რომ მისი იმქვეყნიური რაღაც ვთქვა. მე მინდა რომ ესე ვთქვა, სადაც არის იქ გაუმარჯოს. იქ ყოფილიყოს მისი თუ გადაწყვეტილია სული ყოფილიყოს დათებში. თუ ცოცხალი აკიდე და ღემდე ვერ აღწევს აქ მალე მომხდარიყოს ისე რომ თავის ოჯახთან ყოფილიყოს. ბატონი ბორისის სამეგზელო მინდა შემოგთავაზოთ. მერთმა კარგად გიმყოფოთ ხალხო, ის ლამაზი კაცი ჩვენი დღევანდელი პატარძინის მშობლის სამეგზელო, მამის სამეგზელო მინდა შემოგთავაზოთ პირველი ჭიქით. და მე მიტომ მიმართე ეს ჭიქა, მიტომ გავყავი ეს სამეგზელო ორად, რომ ამ მეორე ჭიქით მინდა ცოცხალი მშობელი და ის ლამაზი ქალბატონი პირველ რიგში ისევ და ისევ ჩვენი პატარძინის დედა ქალბატონი ლარისა მინდა ვაგეგზელო. მათ გვერდით მე მინდა ჩვენი სიცივ მშობლები დავლოცო, ბატონო გოგი, მშვიდობა და სიკეთე ქონებოდეთ, დალოცული იყავით. იმ ლამაზი სიყვარულისთვის, იმ ლამაზი მოფერებისთვის, რასაც სამი ვაჟკაცის აღზრდა ჰქვია. თქვენ ყველაფერის ღირსი ხართ და ყველაფერის სიყვარულის და მოფერების ღირსი ხართ. მე მინდა თქვენს გვერდით ქალბატონი ლელას სამეგზელოს შევსვა. ქალბატონი ამ წუთას ამბრძანდება თავის ოჯახში ემიგრაციაშია, ყველამ კარგად მოგეხსენება, მაგრამ მე ვიცი ის რომ ის ქალბატონი ისევ თავისი ოჯახის საჭიროებისავე ბრძანდება იქ და მე უსურვებდი რომ სულ მალე როგორც თვითონ გაიხარდება, მალე ყოფილიყოს ჩვენ გვერდში და ესეთი ლამაზი პატარა სტროფი მინდა მიუძღვა, უბრალოდ მოვიყვანო ისეთი სიყვარული. იოსებ ნოდეშვილს უთქვამს, ლამაზი შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთად. და ესეთი ლამაზი სამი ვაჟკაცის ამზრდელი დედა ნამდვილად ღმერთის ტოლფასია. მე მინდა ქალბატონ ლელას მოვეფერო. აქედან შეუთვალო მოფერება, სადღეგრძელო, სიკეთე, სიყვარული, ჯანმრთელობა უსურვო და სულ მალე თავისი მიზანის ასრულება და ჩვენ გვერდით დგომა გონებოდეს. დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ ცხოვრების ბურჯო მაგარო, ეს გული ჩემი გულით ხარისობს, შენი თვალებით ხედავ სამყაროს. ეს არის ჩვენი დიდი ლამაზი წინაპრების ნათქვამი სტროფები და ამ სტროფებში ყველაფერია ნათქვამი. გაუმარჯოს დედას, გაუმარჯოს მამას
და გაუმარჯოს იმ მშობლებს, რომლებმაც ეს ლამაზი ხალხი გვიშვა და რომლითაც უნდა გამრავლდნენ და გახარდნენ. აი ამ პატარა თქვენი შვილებით იყავით გახარებული, ამათ შვილთა შვილებს მოგასვათ ღმერთმა და თქვენ ძახლობას გაუმარჯოს, თქვენ მოპყრობას გაუმარჯოს. ყოფილიყოს დიდხანს თქვენი ძახლობა და მოპყრობა დღეიდან 100 წელი და 1000 წელი. ის გადებული ხიდი სამეგრელოსა და იმერეთს შორის არ ჩამეხილიყოს, სულ მთლიანი ყოფილიყოს და სულ გზელი ყოფილიყოს. გაიხარეთ, მშობლები მინდა დაუნაწოს ისეთ დედოფალს. ორი ჭიქით მეგობრებო, როგორც გითხარით. უკაცრავად ბატონებო, ხალბატონი ლელა გვიკავშირდება იტალიიდან და თუ შევძლებთ, რა ვიცი, მოუსმინოთ. თავისი ენა მოგოწინა ხალბატონმა იქიდან ყველა მოვესალმოთ, მივეწეროთ და შევსვათ ხალბატონი ლელას აბეძებო, ხალბატონი ლარისას აბეძებო.
მათ კიდევ გააჩნიათ შვილები. მე ვიცი რომ სამი შვილი ყავს, ერთ ოჯახსაც და სამი მეორესაც და მე მინდა ამათი დედმამიშვილობა დავლოცო და ვაღებძელო. თხოვდი დედმამიშვილებს დათოს, თორნიკეს. და ბატონი დავითი თვალწები ჩვენი დედოფლის დედმამიშვილი ძაყოფილა. თქვენ მტანებით, ხო? ჩემ გვერდით თუ შეიძლება რა. ბატონებო, მე ორ ჭიქას იმიტომ მივმართე, აი წეგანაც გთხოვეთ რომ ორი სასმისი შევავსეთ. ის პატარა ანგელოზის იმ ლამაზი გაფრენილი სიყვარულის სადაგძელო მინდა შესვა, რომელიც გოგსაძეების ოჯახში მოფრინდა და გაფრინდა ლამაზად. ამათი დედმამიშვილი იყო, ამათი ის პატარა სიყვარული იყო. მე მინდა სამარაჯამო გასუფეველი, სამარაჯამო სიყვარული და სიკეთე ქონებოდეს იმ ქვეყნად, ის პატარა ანგელოზის მოსაგონას ვერ ვიტყვით, ჩვენ ის ანგელოზია და პირიქით იმის დალოცვა ყოფილიყოს. იქნებ დაგლოცოს იმ ლამაზმა პატარა სულმა, დალოცოს ლამაზი ოჯახი და დაგლოცოს ყველა ჩვენთაგანი. მე მინდა ამ პირველი ჭიქით იმ ლამაზი გაფრენილი ანგელოზის სადაგძელო შესვა. ხარავდეს მისი მადლი, ხარავდეს მისი იქაური ყველაფერი ცხოვრება ამ ოჯახს, ბატონი გოგის ოჯახს, გოგსაძეების ლამაზ სიყვარულში და მე ასე ვისურვებდი რომ ისე პატარა აღარ წასულიყოს ამ ფერმიდან. ხოლო მეორე სასმისით მე მინდა შევსვა იმ ლამაზი ხალხის სამეგზელო, ვისაც ჩვენი სიძე დედოფლის დედმამიშვილების სამეგზელო ქვია. სახეზე არიან ვაჟკაცები და თუაფსები კიდევ ერთი დედმამიშვილი გააჩნია ჩვენ ნინოს. გოესია სახელი? გია შემოვევლე, ტატო შემოვევლე პირველ რიგში, ამ ჩვენ ლამაზ სტუმრებს შემოვევლე, ჩვენი დედოფლის დედმამიშვილებს და მათ გვერდით მინდა თორნიკე და დათო დავლოცო. თქვენ ძმობას გაუმორჩოს, თქვენ შეძენილ ძმობას გაუმორჩოს, იმ ლამაზ სიყვარულს, რაც თქვენმა დედმამიშვილებმა გაბიჯი გადადგეს, ოჯახი შექმნეს, დიდი სიყვარული გააკეთეს, აქედან უკვე თქვენ ერთმანეთის დედმამიშვილებიც ხართ, მეგობრებიც ხართ, სიყვარულიც ხართ და ყველაფერი ხართ. ანალოგიური სითბოსი, ანალოგიური სიყვარული მომელოცოს ყველა თქვენთაგანისთვის. მე ვისურვებდი რომ მოკლე ხანში თქვენ შეგექმნეთ ოჯახი, დაწყვეტილებულიყავით, გამრავლებულიყავით და რაც თავარია ერთმანეთის სიყვარული არ დაგეგმოთ. აი ეს დედმამიშვილური მოფერება, რომელიც ყველაზე მეტი ძლიერია ცხოვრებაში, ყველაზე მეტი სითბოა. არ არსებობს ადამიანი, ვისაც დედმამიშვილი არ უყვარდეს და თავისი სითბო და სიყვარული. მე პირადად ესე მიმეჩნია რომ ჩემი დედმამიშვილი ჩემზე წმინდა ყოველთვის დავაყენა. ამიტომ ამას უფალი ხედავს და უფრო მეტად დაგიმარგის და უფრო მეტად გაახარებს. გაიხარეთ და გაიმრავლეთ. დაულოცოთ დედმამიშვილები, ჩვენ სიძე დედოფალს, მშვიდობა და სიკეთე გონებოდეთ.
უნივერსალური ქართულ მუსიკას, ქართულ ცეკვათამაშს. ბატონებო, ბატონო თამადებო. ბატონო თამადებო. ალბათ შესული შევავსოთ მორიგი ჩვეულებრივი სასმისი. დღევანდელი ქორწინების, დღევანდელი ლამაზი სიყვარულის, დღევანდელი ზეიმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირნი მინდა დაბლოცო, ჩემო ტკბილო ხალხო. ჩვენი სიძე-დედოფლის ხელის მომკიდენი მინდა ვადღეგრძელო. მეჯვარეები, სახელები თუ შეიძლება. იმ ლამაზი მოფერებისთვის, რასაც ჩემი ლაშასთვის, ჩემი ნინოსთვის ეს ხალხი აკეთებს და აწი უნდა გააკეთოს. დღევანდელი გასაკეთებელი ბევრი არაფერია, რაც აწი ამათი შვილების ნათლიობა და იმ 9 თაობაზე რომ გადადის ის ლამაზი სიყვარულის გატარება. სულიერი მამობა ჩემი ლაშას და ნინოს შვილებზე უნდა აიღოთ თქვენ, ჩემო ტკბილო ხალხო. და გააკეთოთ ის ლამაზი გასაკეთებელი, რაც ქართულ მენტალიტეტში და ჩვენი სიყვარულში წერია. მე მინდა თქვენი საფრთხილო შევსვა. უფალმა გამყოფოთ დალოცვილი, თქვენი ფიქრებით, თქვენი მიზნებით, თქვენი სიყვარულით, ანალოგიური ბედნიერება. მე ვიტყოდი, რომ ჩემი სურვილი იქნება მალე მოგველოცოს თქვენთვის. გადაგედგათ ის ნაბიჯი, რასაც ოჯახის შექმნა ქვია და დიდი სიყვარული ქვია. ერთმა აგლოცოთ, ერთმა გაბედნიეროთ და არ მინდა თქვა, მაგრამ სანამ თქვენ თვითონ დაოჯახდებით, ბევრი ლამაზი წყლისთვის შეგეცხოთ ხელი და დამდგარიყავით მათ გვერდში ხელის მოკიდებად. მაგრამ თუმცა სულ მალე თქვენი ქორწილიც გვენახოს. აუმარჯოს დღევანდელი ჩვენი სიძე-დედოფლის ხელის მოკიდეები მინდა ვაგრძელო. მშვიდობა და სიკეთე. აუმარჯოს!
ჩემო ვახტანგ. მე მგონი შესწულია, ხო? აღეგზელო? ატომო და გამატონებო. არ არსებობს ხიდი უჭიროთ, არ არსებობს ჭირი უსინოთ. არ არსებობს ქართველი კაცის ბუნებაში ყოველთვის ყოფილა სიმღერა. ყველა ანიმებაში ყოფილა ირმიც, ყოფილა სიმღერაც, ყოფილა ხმალი ცალხელში, ხმალი და ცალხელში თოხი. მინდა ის როგორია იმლაზე ხალხის საფეხბურთო შემოთავაზო. ვინც ნასველი მაგა გამარჯვება და გამარჯვებელს მაგათი თანამგზავრი უკუნეთო უკუნესა. ისმე გირონდობედა ხალხი საფეხბურთო მინდა შემოთავაზო გამკაცრებული სასისის მოგლებმაც ყველაზე სადუკვარი, ყველაზე უძვირფასესი, ყველაზე დიდი და ძლიერი ძნობა ადამიანისათვის, რასაც სიცოცხლე ქვია, ჩვენ პატარა ლამაზ სამშობლოს შესწირა. მე უფლება არ მაქვს, არ ვთქვა და არ გამოვხატო ეს აღერძელო ჩვენი დღევანდელი სიცის, ჩვენი ლაშას მეგობრების სახით. იმ ლამაზი ხალხის, რომლებიც თუნდაც ამორიოდეთ იმ უბედურებას, იმ აგვისტოს
ბატონო თავადებო, ჩემოთკილო საზოგადოება, ბატონებო, ხალხის მოგონების, იმ ხალხის საგრძელო ვინ ჩვენ გვერდით აღარ არის, მე თუ წეღან შევსვი იმ ლამაზი გმირების საგრძელო, ჩვენი ლამაზი პირტყველა ბიჭების, რომლებმაც თავის შესწირენ ჩვენ სამშობლოს, მე უფლება არ მაქვს, რომ ერთი ან შეიძლება ორიც კიდევ თქვა საგრძელო იმ გარდაცვლილების, ჩვენი ლამაზი ხალხის და მე დავიწყებ ესე. ჩემი სიძის, ბატონი ლაშას, მამიდის საგრძელო, გარდაცვლილი მამიდის მოსაგონარი მინდა შემოგთავაზოთ. ქალბატონი ლეილას დაგუბული ყავს ცხოვრებულს მეუღლეც მინდა მოგონება თქვა ბიძის ჩემი ლაშასი ამ ორი ლამაზი ადამიანის ლამაზი სიყვარულის მატარებელის რომლებიც ჩემ ლაშიკოს ისე ზდიდნენ როგორც თავის შვილს ისე ეფერებოდნენ როგორც საკუთარ შვილს და დღესდღეობით ამ ქვეყნად აღარ არიან მე მინდა ქალბატონი ლეილას სახით მისი მეუღლის სახით მოსაგონარი შევსვა ყველა იმ ნათესავის და ახლობლის, იმ თქვენი ოჯახებიდან, ბატონო ჩემო, ჩვენი ოჯახებიდან გარდაცვლილი ხალხის, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან. ვინ ჩვენ გვერდით აღარ არიან. მე მამატია და არ ვიცი ჩვენი დედოფლისგან, მაგრამ ალბათ იქნება სამწუხაროდ, ალბათ იქნება ის ხალხი გარდაცვლილი სანათესავისგან. ესწავლით არ არის საქართველო ისე რომ ქართული ოჯახი რომ ვინმე არ ყავდეს ახლობელი გამონაკლისი და მე თვითონ ყველა სული გამონაკლისი. ათელი და სათელი მაგაც ახლავს. მე არ გადამეყო რა შეიძლება თუ გადამეყო და ამოშო წარმოთქვას სიცის ამიდა საგრძელო გარდაცვლილი
გაგრძელდები უსიყვარულოდ არ გვეცხოვროს არც ერთი წუთი, არც ერთი წამი და არც ერთი დღე. გაგილოცავთ ყველა სიცოცხლეს, რომელიც სიყვარულით იყოს გაჯერებული ყოველთვის. აუღართო სიცოცხლეს. Relaxa,